თუ Golden Gate-ის ხიდის დასავლეთით იცურავ და შემდეგ პირდაპირ ჩაყვინთავ, საბოლოოდ ამერიკის ერთ-ერთ ყველაზე დიდ რადიოაქტიურ ნაგავსაკრელზე მოხვდები. ყველაზე ცუდი ის არის, რომ ამ ჟანგმოდებულ ფოლადის კასრებს ზოგან ბზარები აქვს და ისინი მინიმუმ 70-იანი წლებიდან იღვრება. თავრობის ოფიციალური გეგმა ამ პრობლემისთვის. უბრალოდ სამუდამოდ ბნელში დატოვონ. ხედავ, ყველაფერი 1946 წელს დაიწყო. ამერიკამ ახლახან ააგო ატომური ბომბი. ამიტომ მის ბირთვულ ლაბორატორიებს უეცრად ნარჩენების მოცილება დასჭირდათ და მაშინ ოკეანე ფაქტობრივად უსასრულოდ ღრმად ჩანდა. მომდევნო 24 წლის განმავლობაში გემები კუნძულებს გასცდნენ და 40,000-ზე მეტი ბარაბანი რადიოაქტიური ნარჩენი ზღვაში გადაყარეს. ეს იყო დედამიწაზე პირველი ბირთვული ნარჩენების ოკეანეში გადაგრა. და გულწრფელად რომ თქვათ, ისინი უბრალოდ იმპროვიზაციით მოქმედებდნენ. რადგან როცა ბარაბანი ჩაძირვის ნაცვლად უბრალოდ დივდივებდა, მეზღვაურები მას პირდაპირ თოფებით ესროდნენ, სანამ არ ჩაეძირებოდა. და ამ ყველაფერთან ერთად არავინ აწარმოებდა სწორ ჩანაწერებს, რა სად მიდიოდა. სწორედ ამიტომაც არის ახლა ბარაბნები ზღვის ფსკერზე, ჰიუსტონის ზომის ქალაქის ფართობზე მიმოფანტული. ამასთან ერთად ზოგიერთი მათგანი 300 ფუტის სიღრმეზეა, ზოგიერთი კი 1 მილის სიღრმეზე მეტზე. როცა გამონძიებლები ბოლოს 1990 წელს წავიდნენ საძიებლად, მათ ბარაბნები აღმოაჩინეს ყველა შესაძლო მდგომარეობაში, რაც კი წარმოგიდგენიათ. ზოგიერთი მათგანი სრულად დაუზიანებელი იყო, ზოგი კი მთლიანად დამსხვრეული. და დღემდე ჩვენ მხოლოდ დაახლოებით 15% ტერიტორიის გვაქვს რუკაზე დატანილი. დანარჩენზე კი წარმოდგენაც არ გვაქვს. სინამდვილეში, როცა 70-იან წლებში რადიოაქტიური ტესტები ჩაატარეს, ნორმალურ დონეზე 1000-ჯერ მეტი რადიაცია აღმოაჩინეს. და გამოიცანით რა? იქ მხოლოდ კასრები არა. 1946 წელს საზღვაო ძალებმა რეალურად დააყენეს ავიამზიდი US Independence ატომური ბომბიდან 500 იარდის მანძილზე. მან გადაურჩა აფეთქებას და შემდეგ წყალქვეშა მეორე აფეთქებასაც გადაურჩა. მაგრამ როცა სახლში დაბრუნდა, იმდენად რადიოაქტიური იყო, რომ იგი დეკონტამინაციის ლაბორატორიად გადააქციეს. 1951 წლამდე, როცა გავრცელებული ინფორმაციით გემის კორპუსი კიდევ უფრო მეტი კასრებით და რადიოაქტიური მასალით გაავსეს და ოფიციალურად თორპედოეს, რათა ორი ახალი საბრძოლო ქობინის გამოცდა ჩაეტარებინათ. ეს არის ამერიკა. შემდეგ, როცა 2015 წელს იქ რობოტი ჩაუშვეს, ავიამზიდი ისევ სწორად იდგა 2600 ფუტის სიღრმეზე და საოცრად მთლიანად იყო შენახული. შიგნით კი გამანადგურებელი თვითფრინავი იყო ჰანგარში. ასე რომ კითხვა ასეთია, რატომ არ გაწმინდავენ უბრალოდ? ოფიციალური პრობლემა ისაა, რომ კოროზირებული კასრის ამოწევა შეიძლება გახსნას და შიგთავსი დაიყვაროს. და რადგან არავინ აწარმოებდა აღრიცხვას, ზუსტად არ ვიცით, რა არის შიგნით. ეს ნიშნავს, რომ თითოეული მათგანი უნდა შევამოწმოთ, რომ გავიგოთ რა გვაქვს. და ამას გარდა, ავიამზიდის რადიოაქტიურობა 99%-ით არის შემცირებული.